ხომ ვამბობდით პრეცედენტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თქო. ბრიტანული სასამართლო სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ქალად მხოლოდ ბიოლოგიური ქალები აღიარეს, ტრანსგენდერები კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს, ჯანმრთელი აზროვნების ნიავმა ისეთ ფსევდოლიბერალიზმით მოწამლულ ქვეყანაშიც დაუბერა, როგორიც კანადა. ამ გარყვნილების ჭაობში ჩაძირულ საზოგადოებაში პირველად ხმა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაქსიმ ბერნიემ ამოიღო. ცნობილი კანადელი პოლიტიკოსი, სახალხო პარტიის ლიდერი, ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის გადაცემაში მივიდა და ლიბერასტი დემოკრატების პოლიტიკა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიწაში ჩადო. სიმართლე ვთქვათ, იმ საყოველთაო LGBT შიზოფრენიის პირობებში, რომელიც კანადაშია გამეფებული, რაიმე განსხვავებულის, კონსერვატიულის და მით უმეტეს ანტი-LGBT შეხედულების გაჟღერება დღეს ერთგვარი გმირობის ტოლფასია. კანადა ხომ ბოლო რამდენიმე წელია თავისი ცისარტყელას ფერებში შეფუთული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს წყალობით გარყვნილი და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში ერთპიროვნული ლიდერია მსოფლიოში. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა და ამერიკის ოლიგარქიულმა ოჯახებმა კანადაში ყველაზე მეტად გაშალეს ფრთები. უსქესო, უეროვნებო და ურწმუნო საზოგადოების ჩამოყალიბების გეგმაც კანადაში ყველაზე წარმატებულად ხორციელდება. და აი ამ საყოველთაო ტრანსდეგრადაციის პირობებში გამოდის კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ კანადა უბსრულისკენ მიექანება და ეს სიგიჟე, რასაც კანადური საზოგადოება ბრმად მიხვება, არის გზა დაღუპვისკენ. მთავარი დარტყმა ბერნიემ კანადაში დასაქმებისას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისათვის პრიორიტეტის მინიჭებაზე მიიტანა. მისი თქმით, უპირატესობა არა სექსუალურ უმცირესობებს, არამედ კვალიფიციურ კადრებს უნდა მიენიჭოს. თითქოს და არაფერი ახალი და მით უმეტეს არაფერი განსაკუთრებული ჭეშმარიტების მხრივ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაფერი ახალი კანადაში ახალიცაა და წარმოუდგენელიც. კანადის სახალხო პარტიის თავმჯდომარე შეიძლება ითქვას, იმ ხელა ჩამყაყებული სიბინძურის გასუფთავებას შეეჭიდა, რომელთანაც მითოლოგიური ავგიას თავლები სისუფთავის ეტალონია. ბერნიეს ბრძოლა კანადური საზოგადოების განწმენდისთვის ამერიკის პრეზიდენტის ანტი-LGBT პოლიტიკით და ეგრეთ წოდებული ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამების გაუქმებითაა შთაგონებული. თუმცა რამდენად გახდება ეს საკითხი პრიორიტეტული კანადაშიც, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ან არ გამოჩნდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ჩაყვინთავს გარყვნილების ჭაობში. თავად შტატებში კი ფსევდოლიბერასტული იდეოლოგიის წინააღმდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელი კონგრესმენები ყოველდღე ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიან. დემოკრატების მმართველობის ქვეშ დარჩენილ ურჩ შტატებთან პრეზიდენტი და მისი გუნდი უკვე სამართლებრივ დაპირისპირებაში შედის. ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ მეინის შტატის განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ საქმე აღძრა. საკითხი ისევ ტრანსგენდერების ქალთა სპორტში მონაწილეობას ეხება. ეს შიზოფრენია დემოკრატებმა თავისი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღად აქციეს, ხოლო კაბიანი მამრების მიერ ჯანმრთელი ქალებისათვის სპორტული სახეობების მოპარვის უფლება იდეოლოგიურ იდეაფიქსად. ხოდა როგორც 2 თვის წინ თეთრ სახლში დაანონსდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მეინის შტატის გუბერნატორი მალე სასამართლოში შეხვდებიან ერთმანეთს. როგორც ჩანს, ამ პატარა 1.300.000-იანი შტატის ტრანსგენდერული მოთხოვნილებების ალაგმვა სხვაგვარად ვერ ხერხდება. ისი აქვთ ტრანსების, გეების და ლესბების მფარველობა ძვალ რბილში გამჯდარი, რომ არც გაფრთხილება და არც მილიონიანი ჯარიმები არ შველით. თავის მხრივ არჩერდებიან და კანონზე წერენ რესპუბლიკელი კონგრესმენებიც. მაგალითად, უმრავლესობის წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის პროცედურების ჩატარებისათვის მხოლოდ შეზღუდვების და ჯარიმების დაწესება არასაკმარისად მიიჩნია და დანაშაულის კრიმინალიზაცია მოითხოვა. ამისათვის გრინმა კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი ბავშვების დასახიჩრებისთვის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება. უნდა შევცვალოთ ხელმძღვანელობა კანადურ შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში. გვჭირდება, რომ ადამიანებს თავიანთი კომპეტენციის საფუძველზე აწინაურებდნენ. მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა კანადაში ანგრევს ყველაფერს. ეს განცხადება კანადის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაქსიმ ბერნიემ ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის გადაცემაში გააკეთა. მისი თქმით, ამჟამინდელი მთავრობა წინა მთავრობის მსგავსად აპირებს ადამიანების დაწინაურებას კანის ფერისა
თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კანადის შეიარაღებულ ძალებში. ეს კი ეწინააღმდეგება დასავლური ცივილიზაციის ღირებულებებს. ბერნიეს თქმით, ადამიანების დაწინაურება უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებას. DEI-ის ნაცვლად უნდა იყოს არა მრავალფეროვნება, არამედ ერთიანობა. თანასწორობის ნაცვლად კი ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორობა კანონის წინაშე. ეს არის ჩვენი ღირებულებების ნაწილი. ინკლუზიურობა კი არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ არაკომპეტენტური ადამიანები დაინიშნონ თანამდებობებზე, იქნება ეს მთავრობაში თუ სამხედრო ძალებში. ყველაფერი უნდა ემყარებოდეს დამსახურებას. კანადის ყოფილ მაღალ ჩინოსანს მაგალითად დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მოჰყავს. აი რატომაცაა მნიშვნელოვანი ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს ამერიკაში. ის ებრძვის ამ ყველაფერს. ეს კარგია, რადგან ახლა უკვე კანადური მედიაც იძულებულია ისაუბროს იმაზე, რაც ამერიკაში ხდება და კერძოდ ტრამპის ძალისხმევაზე, რომელიც ემხრობა დამსახურებაზე დაფუძნებულ დაწინაურებას და ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებულ ვოუკ იდეოლოგიას. არადა ადრე, არც თავად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო LGBT პროპაგანდის წინააღმდეგი. მაგალითად 2016 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან ერთად ტორონტოს გეი აღლუმში მიიღო მონაწილეობა. მისი ახლანდელი ფირფიტის ამოტრიალება კი დიდი ალბათობით არჩევნების მოახლოებასთან არის კავშირში, სადაც მაქსიმ ბერნიე სახალხო პარტიიდან იყრის კენჭს. კანადის ფედერალური არჩევნები 2025 წლის 28 აპრილს გაიმართება. შესაბამისად არ არის გამორიცხული მისი პოზიციის ცვლილება ხმების მოგროვებაზე იყოს გათვლილი. სინამდვილეში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი კანადაში უმრავლესობაშია, თუმცა LGBT ლობისტები ცდილობენ პირიქით წარმოაჩინონ ვითარება. ამაში კი ხელს მათ პრო-LGBT მთავრობა უწყობს. ჯერ კიდევ ჯასტინ ტრიუდოს პრემიერ-მინისტრობის დროს კანადა იქცა LGBT სამოთხედ. იქ ყველანაირ გარყვნილებას მიესალმებოდნენ, არ ერიდებოდნენ ეკლესიის გამოყენებასაც. 2016 წელს კანადამ ანგლიკანურ სიდიდით მესამე ეკლესიაში აირჩია პირველი ღიად გეი ეპისკოპოსი. კევინ რობერტსონი ჰომოსექსუალია, რომელსაც პარტნიორიც ჰყავს, მაგრამ ამას კანადის ეკლესიისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ის აერჩიათ ტორონტოს საეპისკოპოსოში. ამის გარდა, იქ კიდევ ორი ღიად გეი ბაპტისტის სემინარიის კურსდამთავრებული ღვთლება დაკურთხეს. ანდრეა კინგი და ლუკ დოუდინგი 2016 წლიდან ცოლ-ქმრად თუ ქმარ-ქმრად ითვლებიან და პარალელურად სასულიერო საქმიანობასაც ეწევიან. და ასეთი მაგალითები კანადურ ეკლესიაში ბევრია. ტრიუდოს დროს გამალებული LGBT პროპაგანდა მიმდინარეობდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც, რამაც კანადელი მშობლები აიძულა საპროტესტო მარში ჩაეტარებინათ. მილიონიანი მარში ბავშვების დასაცავად. ამ სლოგანით კანადაში სკოლის მოსწავლეების მშობლები შეიკრიბნენ. მარშის მთავარი მიზანი სკოლებში LGBT იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მშობელთა უფლებების დაცვა და ბავშვების გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე განათლების საკითხების გადახედვა იყო. აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, ოტავაში, ტორონტოში, კალგარიში და ყველა სხვა დიდ ქალაქში უამრავი ადამიანი გამოვიდა. მარშმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში კანადის მოსახლეობას არ სურს LGBT პროპაგანდით ბავშვებს ტვინი გამოურეცხონ. არც კანადის ამჟამინდელი პრემიერი მარკ კარნია ტრიუდოსგან განსხვავებული, უბრალოდ მოახლოებული არჩევნები აიძულებს მას მოსახლეობის უმრავლესობის აზრი გაითვალისწინოს. კანადელების უდიდეს ნაწილს კი LGBT დღის წესრიგი რბილად რომ თქვათ ყელში ამოუვიდათ. შედეგად მარკ კარნიმ, როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა, კაბინეტის დაახლოებით მესამედი შეამცირა, მათ შორის გააუქმა ქალთა და გენდერული თანასწორობის მინისტრის თანამდებობა. ქვეყანაში ქალთა და გენდერული თანასწორობის მინისტრის პოზიცია სხვადასხვა ფორმით 1971 წლიდან არსებობდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მმართველობის დროს მაშინდელ მინისტრს დაევალა 10 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად. ასევე მისი ფუნქცია იყო ყველა სხვა სამინისტროს მხარდაჭერის მოპოვება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ქალთა და გენდერული თანასწორობის სამინისტრო დეპარტამენტად გადაკეთდა და ახლა კანადის კულტურისა და იდენტობის მინისტრ სტივენ გილბოს დაექვემდებარება. თუმცა კონკრეტულად ქალთა და გენდერული თანასწორობის მინისტრის პოზიციის არარსებობის პირობებში ეს მიმართულება უკანა რიგებში გადავა. პრემიერის გადაწყვეტილებამ იქაური ფემინისტები გააბრაზა. როგორც კანადურმა ფემინისტურმა ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, გენდერული თანასწორობა საჭიროებს დიდ ყურადღებას, რაც ვერ მიიღწევა თუ ის უბრალოდ განხილული იქნება რომელიმე სამინისტროს დამატებად. მოკლედ, კანადაში პოლიტიკოსებს ვოუკ იდეოლოგიისგან გამოფხიზლება უწევთ. საზოგადოება ფაქტობრივად აიძულებს მათ
რომ ზღვარგადასული LGBT უფლებები სულ თუ არ გაუქმდება, შეიკვეცოს მაინც. იძულებითი გამოფხიზლება უწევთ დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტრამერმა ქალისა და კაცის ბიოლოგიური განმარტება აღიარა. სტრამერი არ მიიჩნევს ტრანსგენდერ ქალებს ქალებად. ამის შესახებ მისი ოფიციალური პრესმდივანი აცხადებს. აღნიშნული კომენტარი პრემიერის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ქალის სამართლებრივ განმარტებად ბიოლოგიური სქესი განსაზღვრა და არა გენდერული იდენტობა. არადა 2022 წლის მარტში, როდესაც სტრამერი ოპოზიციის ლიდერი იყო, მან გამოცემა Times-ს განუცხადა. ქალი არის ზრდასრული ქალი და ამასთან ერთად ტრანს ქალებიც ქალები არიან. და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა, ეს არის სამართლებრივი ნორმაც. როდესაც ჟურნალისტებმა პრესმდივანს ჰკითხეს, კვლავაც მიიჩნევს თუ არა პრემიერ-მინისტრი ტრანსგენდერ ქალებს ქალებად, მან უპასუხა. არა, უზენაესმა სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, რომ თანასწორობის აქტის ინტერპრეტაციისას ქალი ნიშნავს ბიოლოგიურ ქალს. ეს ნათლად არის მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კემი ბადენოკმა მთავრობის მეთაური პოზიციის ცვლილებისთვის გააკრიტიკა. ლეიბორისტი მინისტრები კი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ უზენაესი სასამართლო ასწავლის, როგორ იფიქრონ ამ საკითხზე. როდესაც ჟურნალისტებმა იკითხეს, როდის შეიცვალა ბრიტანეთის პრემიერმა აზრი, სტრამერის პრესმდივანმა ორაზროვანი პასუხით დაიძვრინა თავი და თქვა, რომ მთავრობა ყოველთვის თანმიმდევრული იყო საკითხთან მიმართებაში და რომ LGBT პირებს კანონი იცავს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პირი, რომელიც დაბადებით მამაკაცია, თუმცა საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს, არ აქვს უფლება გამოიყენოს ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები ან სივრცეები. ესეც ბრიტანელების სახეცვლილება. არადა სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა საბავშვო ბაღმა 4 წლის ბავშვის სასწავლო პროცესს ჩამოაშორა სქესობრივი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფის მიზეზით. ბავშვი, რომლის მონაცემებიც არ საჯაროვდება, სახელმწიფო საბავშვო ბაღიდან დროებით გათავისუფლდა 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში. თუმცა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გავრცელდა. რა თქვა 4 წლის ბავშვმა LGBT პირებზე ასეთი, რომ ბაღიდან მოკვეთეს უცნობია. ამას რატომღაც საგულდაგულოდ მალავენ. დიდი ალბათობით მიზეზი იმდენად აბსურდულია, რომ ბაღის ადმინისტრაციაში ხვდებიან. გასაჯაროვების შედეგად მათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ბავშვის სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს LGBT მყარებლებმა, რადგან შესაძლოა 4 წლის მცირეწლოვანმა მაგალითად ვერ გაარჩია, რომელ გამოგონილ გენდერს მიაკუთვნებდა თავს რომელიმე ბაღის თანამშრომელი და მისთვის სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა. ბრიტანეთში სტატისტიკა ეგრეთ წოდებული ჰომოფობიის მიზეზით დევნილი არასრულწლოვნების კი ნამდვილად საგანგაშო მაჩვენებელზეა. განათლების დეპარტამენტის ახალი მონაცემებით 2021-22 წლებში ტრანსფობიური ან ჰომოფობიური ქცევის გამო სკოლიდან მოსწავლეთა დროებითი ან მუდმივი გარიცხვის 164 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022-23 წლებში კი მაჩვენებელი 178-მდე გაიზარდა. ამის ფონზე კი ბრიტანეთის პრემიერი უცებ აცხადებს, რომ ტრანსი ქალი არ არის. ფაქტია, რომ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ბრძოლას LGBT ლობის წინააღმდეგ ნელა, მაგრამ მაინც მოაქვს შედეგი. თანაც მთელ მსოფლიოში. კანადა კი ამის მაგალითია და ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრიც აღიარებს, რომ სწორედ ტრამპის პოლიტიკის შედეგად დაიწყო კანადაშიც გამოფხიზლება. მათ ფეხდაფეხ კი ბრიტანეთიც მიჰყვა. თუ ეს ორი ძლიერი საყრდენი LGBT ლობის საბოლოოდ გამოეცლება, დიდი ალბათობით დომინოს პრინციპის მომსწრენი გავხდებით, რასაც კიდევ ბევრ ქვეყანაში მოჰყვება LGBT პროპაგანდის დამარცხება. ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი და კიდევ უამრავი გენდერ და გონება არეული ამერიკელი ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე იმუქრებოდა, რომ მათი LGBT მესიის კამალა ჰარისის დამარცხების შემთხვევაში პროტესტის ნიშნად საცხოვრებლად კანადაში ან ევროპის რომელიმე ლიბერალურ ქვეყანაში გადავიდოდა. სტატისტიკური მონაცემები ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დიდი მიგრაციაც არავის შეუნიშნავს, მაგრამ მაღალი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ LGBT ემიგრაცია მცირე მასშტაბით, მაგრამ შტატებიდან მაინც განხორციელდა. თუნდაც იმისათვის, რომ ბავშვების ტრანსგენდერიზაცია, ანუ დასახიჩრება, რაც ამერიკაში აიკრძალა, სხვა ქვეყანაში განახორციელონ. თუმცა ეჭვი მაქვს, ბევრი მათგანი ამას მალე ინანებს, რადგან როგორც ხედავთ, საღი აზრი მართალია ნელა, მაგრამ მაინც იწყებს გაღვიძებას დასავლეთის ქვეყნებში.
ვინ იფიქრებდა, რომ ლიბერასტულ და ლეიბორისტულ ბრიტანეთში უმაღლესი სასამართლო ქალს უწოდებდა, კაცს კი კაცს. ტრანსგენდერებს კი ჯანმრთელი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან პრაქტიკულად გარიყავდა. ვინ იფიქრებდა, რომ გეი პრაიდებს მთელ მსოფლიოში სპონსორები შემოაკლდებოდათ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ამ გარყვნილების მარშებს საერთოდ აკრძალავდნენ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თანდათან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიხვდებიან, რომ გარყვნილება დედამიწის ნებისმიერ წერტილშიც გარყვნილებაა და ადრე თუ გვიან მის აღმოსაფხრელად ყველგან მოიცლიან. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. და მაინც ნურავინ იფიქრებს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ანიოლი იქნება, ან მოკლევადიანი. რამდენად რთულია ამ სიბინძურის ადამიანების ტვინებიდან გამოდევნა, პატარა მეინის შტატის მაგალითზეც შესანიშნავად ჩანს. მათთვის ეს LGBT ჩვევები რჯულზე, ანუ რწმენაზე და ჭეშმარიტებაზე მნიშვნელოვანიც კი გახდა. თუმცა იმედია, რომ დროებით.